დღეს რაფაელო გამოვაცხოთ. რაფაელოს რეცეპტებს შორის ეს ყველაზე გემრიელი, ყველაზე ადვილი და ეკონომიური რეცეპტია. ან სიტყვაზე მენდეთ, ან გამოაცხეთ და დარწმუნდებით. მოსამზადებლად გამოვიყენებთ 4 დიდი ზომის კვერცხს, 200 გრამი შაქარი, 200 გრამი დარბილებული ან ნახევრად გამდნარი კარაქი, 200 გრამი არაჟანი ან გაწურული მაწონი. აქ მაქვს 600 გრამი გაცრილი ფქვილი, რომელსაც ცომში თავიდან დავამატებ. 150 გრამი გაცრილი ფქვილი მაქვს ცალკე, რომელსაც დაფაზე გამოვიყენებ. დანარჩენ ინგრედიენტებს დოზებს თანდათანობით გეტყვით და აღწერაშიც მიუთითებ. თასში მოვათავსოთ კვერცხი, მწիկვი, მარილი, გავთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე და მალევე ვამატებ 200 გრამ შაქარს. გავთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე. არხი თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, ეს ის მომენტია, რომ გამოიწეროთ. კვერცხი რომ კარგად გაითქვიფება, აი ესეთ გათეთრდება, დავამატოთ გამდნარი კარაქი. ვიყენებთ 200 გრამ არაჟანს ან გაწურულ მაწონს. დავამატებთ 1 ჩაის კოვს სოდას. გავთქვიფოთ და ისე დავამატოთ კვერცხის მასას. ჩვეულებრივი მაწონი შეგიძლიათ დადოთ წვრილ ბადეზე, დაიწრიტება სითხისგან და ის გამოიყენოთ 200 გრამი, უკვე შესქელებული. თუ თხელ მაწონს გამოიყენებთ, ფქვილი დაგჭირდებათ საგრძნობლად მეტი. ვანილი არ დაგავიწყდეთ. ვამატებ 600 გრამ გაცრილ ფქვილს, ჯერ მიქსერით შევურევ, სანამ გაუძლებს მიქსერი, მერე შევურევ კოვზით. დამატებით ვიყენებ 150 გრამ ფქვილს, რომელსაც ცომსაც მოვაფრქვევ ზევიდან და დაფაზეც. გადმოვიტან ამ ფქვილზე ცომს და უკვე კი არ მოვზელავ, არამედ ამოვაგუნდავებ, სადაც საჭიროა, რომ ფქვილი თვითონ მიიღოს. ზედმეტი ფქვილი არ შეაზილოთ, თუმცა არც ისეთი უნდა იყოს, რომ ხელებზე ზედმეტად გეკრობოდეთ. ამოვაგუნდაოთ ცომი, მივრცეთ ესეთი გრძელი ფორმა და გავყოთ 4 ტოლ ნაწილად. ამ გუნდებს მე ავწონი და ისე ამოვაგუნდავე. 3 გუნდა გვერდზე გადავდოთ, დაფა მოვასუფთავოთ ფქვილისგან, საცხობი ფორმის სიდიდეზე ამოჭრილი პერგამენტის ქაღალდი გავშალოთ, მოვაფრქვიოთ ზემოდან ფქვილი, დავდოთ ცომი, ზემოდან ფქვილი მოვაყაროთ, სათხელებელსაც ფქვილი ცოტა და გავათხელოთ. მივცეთ 4-კუთხედი ფორმა. როგორ ათხელება ასე ზუსტადო, ერთ კომენტარში მომწერეს ანალოგიურ ცომზე, რომლის ლინკიც ახლა გამოჩნდება ეკრანზე. ძალიან რბილი და ადვილი გასაყვანი ცომია, ხელიცაც შეგიძლიათ გაიყვანოთ, ფქვილს იყენებთ. გათხელებისას თუ სადმე სინესტე გამოვა, ოდნავ ფქვილს მოაყრით და გააგრძელებთ გათხელებას. გვერდებს ვუთანაბრებ შპატელის დახმარებით. უნდა მისცეთ თავიდანვე სწორი გვერდები, კუთხეები განსაკუთრებით, იმიტომ რომ ნამცხვარს არ ჩამოვაჭრით გვერდებს და პირდაპირ ვაფორმებთ. ვინაიდან ძალიან მალე ცხვება, უმჯობესია 4-ვე გავათხელოთ ჯერ და მერე დავიწყოთ ცხობა. მე 2-ს გავათხელებ და 1-ს შევაგდებ უკვე გამოსაცხობა. წინასწარ გახურებულ ღუმელში 165 გრადუსზე 12 წუთში გამოცხვა ჩემთან, თქვენ ღუმელს დააკვირდით. ვაცხობთ დაბალ ტემპერატურაზე, რომ თეთრი ფერი შეინარჩუნოს, თუმცა მთლიანად უნდა გამოცხვეს. აი ასე ოდნავ ვარდისფერი შეიძლება შეეპაროს, უმჯობესია რაც შეიძლება ღია ფერისა იყოს, არის რბილი ფენები, გადმოვიწანოთ სწორ ზედაპირზე და სანამ ცხვებოდა მე ეს 3 უკვე მოვამზადე და თან მიმდევრობით 3-ვეს ანალოგიურ ტემპერატურაზე გამოვაცხობ. ასე გამოვაცხე 4-ვე ფენა, გავაციოთ ცალ-ცალკე და რო უკვე გაცივდება, დავალაგოთ ერთმანეთზე. ფენები დროებით გვერდზე გადავდგათ და მოვხარშოთ რძის კრემი კვერცხის გულებით. კვერცხს რო განვაცალკევებთ გულებს და ცილას, ამ ცილისგან ბეზეს ამოვიყვან ერთ ფენაზე, ამას წავუსმევ. კვერცხის გულებს კი დავაყაროთ მწիկვი მარილი, ვამატებ 200 გრამ შაქარს და კარგად გავთქვიფოთ. ამ კრემის კლასიკური რეცეპტი გამოყენებული მაქვს ჩემს საყვარელ ნაპოლეონში, რომლის ლინკიც გამოჩნდება ახლა ეკრანზე. ვანილი და ვამატებ 3 სუფრის კოვს ფქვილს. ფქვილი კარგად უნდა გავხსნათ კვერცხში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აქვე მაქვს ცხელი რძე 500 მლ, რომელიც უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტ-ცოტა დაასხით ფქვილის გასახსნელად. ფქვილი რო კარგად გაიხსნება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, დაასხით მთელი რძე. მოვურიოთ, გავხსნათ დარჩენილი მასა, დავწმუნდეთ, რომ გვაქვს ერთგვაროვანი მასა.
უკვე გადავიტანეთ ცეცხლგამძლე ქვაბში და შემოვდგათ კრემი მოსახარშად. განუწყვეტლი ვურიო თანდათან შესქელდება და შესქელებასთან ერთად დაიწყებს ბუშტულების გამოშვებას, ადუღებას. ადუღებიდან მუდმივად ვურიოთ და ვხარშოთ 5-6 წუთი, მაქსიმუმ 7 წუთი ვხარშოთ და გადმოვდგათ. კრემი გადავიტანოთ ცალკე გაშლილ თასში, რომ მალე გაცივდეს. ცელოფანს ვაფარებთ კონტაქტს და დავტოვოთ სრულ გაციებამდე. ნერთბილიც შეიძლება რომ გამოვიყენოთ. კრემი რო უკვე გაცივდება, მოვიტანოთ ყველა პროდუქტი, რითიც გავაფორმებთ ნამცხვარს. დავაბოლოებ მოხარშული რძის მომზადებას, შევათქვეფავ 300 გრამ კარაქს, ბოლოს დავამატებ ქოქოსის ფანტელს და მსხვილად დაბლენდერებულ თეთრ შოკოლადს. ცილისგან მოვამზადებ ორთქლზე ბეზეს, დავამატებ მსხვილად დაბლენდერებულ ნუშს. ყველაფრის დოზებს დაგიწერთ აღწერაში და აქაც გეტყვით. ცილა უნდა ავწონოთ, ჩემი ცილა გამოვიდა 109 გრამი და შაქარს დავამატებ 2 მაგს. 220 გრამ შაქარს. თქვენი ცილა რამდენის გამოვა, იმის 2 მაგი შაქარი დაამატეთ. ცილას ვამატეთ მწიკო მარილს და დავიწყოთ დაბალ სიჩქარეზე გათქვეფა. ცოტა რომ აკაფდება, ვამატებთ შაქარს. გავაგრძელოთ თქვეფა, შემოვდგათ ორთქლზე. ქვაბში წყნარად უნდა დუღდეს წყალი და თასის ფსკერს არ უნდა ეხებოდეს. ცილა კარგად გავაცხელოთ, გამუდმებით ვურიოთ. შაქარი უნდა გადნეს სრულად. შაქრის გადნობა ესე შევამოწმოთ, რომ არ უნდა იგრძნობოდეს კრისტალები. ცილაც კარგად გავაცხელოთ, სხვა თერმული დამუშავება არ ექნება, თუმცა ზედმეტი არ მოგივდეთ. აი ესე ოდნავ წებოვანი გახდება და გადმოვდგათ. დანისწვერით ლიმონმშავა დავამატოთ, შაქარი სრულად არის გამდნარი და დავიწყოთ ცილის გათქვეფა. ვთქვეფავთ მაღალ სიჩქარეზე. გაცხელებული თასი უნდა გაცივდეს. ცილა ესე კარგად რო გამყარდება, საკმარისია. 120 გრამი ნუში კანიანად დავაბლენდერე მსხვილად. დავამატე უკვე მომზადებულ ბეზეს, ცოტა ქოქოსის ფანტელიც დავამატე. შევურიოთ კარგად და დროებით გვერდით გადავდგათ გრილ ადგილას. დავაბოლოოთ მოხარშული კრემის მომზადება. თასში მოვათავსე 300 გრამი დარბილებული კარაქი, ვამატებ ვანილს და გავთქვიფოთ კარგად. როგორც ვხედავთ, კრემი ამ თასში არ დამეტევა, გადავიტან უფრო მოზრდილ თასში, ჩავთავ მაღალ სიჩქარეზე და გავთქვეფავ კარგად. კარაქი უნდა გაფუვდეს და კრემოვანი მასა უნდა მივიღოთ. ვამატებ 1 კილა შესქელებულ რძეს, კარგი ხარისხისა აიღეთ. ვაგრძელებ თქვეფას, შუაში ვაგროვებ, გვერდებიდან მოვაგროვებ და კიდევ გავთქვეფავ, რომ კარგად შეერიოს. დავიწყებ რძის მოხარშული კრემის კოვზობით შერევას. რამოდენიმე კოვს რო შეურევ, მერე ერთნაირად მოვათავსებ შიგრო, თქვეფა ძალიან არ გამიგრძელდეს. კარგად შევურევ ერთმანეთს და ჩვენი კრემი მზად არის. გადმოვდგათ გვერდზე, ეს კრემი უკვე საუკეთესო კრემია სხვადასხვა ნამცხრების დასაკრემად, თუმცა რაფაელოსთვის დავამატებ 100 გრამ ქოქოსის ფანტელს და 80 გრამ დაბლენდერებულ თეთრ შოკოლადს. თეთრი შოკოლადი თუ არ გიყვართ, დაამატეთ ნაკლები. მე 50 გრამი დავამატე მხოლოდ. შევურიოთ ერთმანეთში კოვზის დახმარებით და ჩვენი რაფაელოს კრემი მზად არის. გადმოვდგათ ფენები. პირველ ფენას ვკრემავთ მოხარშული რძის კრემით. გაითვალისწინეთ, რომ 3 ფენისთვის და გვერდებისთვის გვჭირდება ეს კრემი. გავშალოთ კრემი კარგად, დავადოთ მეორე ფენა და მსუბუქად დავაწვეთ. მეორე ფენაზე გავშალოთ ბეზე. კარგად გადავასწოროთ, დავადოთ მესამე ფენა. მესამე ფენასაც ვუსმევთ რძის მოხარშულ კრემს. დავადოთ მეოთხე ფენა, ყველა ფენას ოდნავ ვაწვევით, ვათანაბრებთ. დავკრემოთ ბოლო ფენაც, გვერდებისთვის მოვიტოვოთ ცოტა კრემი, რომ გვერდები ამოვავსოთ და გავკრემოთ გვერდებიც. ზედაპირი და გვერდები კარგად გადავასწოროთ. მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი ზემოდანაც და გვერდებზეც. კრემში გამოვიყენე უფრო მსხვილი ფანტელი, ხოლო ზემოდან უფრო წმინდა ფანტელი მოვაყარე. 80 გრამი ფანტელი მაქვს და ნაწილი დამრჩა. უხვად მოვაყარე ფანტელი და თანაბრად გადავანაწილე. აი ასეთი სასწაული ნამცხვარი გამოგვივიდა. ნამცხვარი უმჯობესია დავჭრათ მეორე დღეს, დავჭრათ და დავაგემოვნოთ. საოცარი ნამცხვარია, მერე კამფეტთან ერთად რო შევადარე,
ერთი და იგივე გემოა. განსხვავებას ვერ ნახავ, იმდენად მსგავსებაა. გამოდის დიდი ზომის ნამცხარი მთელი ოჯახ ნათესაობისთვის და წვეულებისთვის. აუცილებლად გააზიარე, შეინახე რეცეპტი და ის თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ. მე გთქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შეხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.